ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ისე ცუდად მოიქეცით, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. არსებობს იესოს მიერ მოთხრობილი შთამბეჭდავი ისტორია, რომელმაც შეიძლება აზრი შეგიცვალოთ. ეს მამასა და მის ორ ვაჟზეა. უმცროსი ვაჟი მოუთმენლად ელოდა მემკვიდრეობის მიღებას. მან აიღო თავისი წილი, წავიდა სახლიდან და ყველაფერი გააფთრებით ცხოვრებას დაასრულა. მალე ის გაკოტრდა, მშიერი იყო და იმდენად სასოწარკვეთილი, რომ ღორებს კვებავდა და ნატრობდა, მათი საკვები ეჭამა. ბოლოს ის ფსკერს მიადგა და გაიფიქრა, მამა ჩემის დაქირავებული მსახურებიც კი ამაზე უკეთ ჭამე. მე დაუბრუნდები და ვთხოვ, რომ დამიქირავოს. მაგრამ როდესაც ის სახლში მიდიოდა, ჯერ კიდევ შორს მამამისმა დაინახა იგი. მან არ დააყოვნა. ის გაიქცა, მოეხვია შვილს და სახლში მიესალმა. მან ის საუკეთესო სამოსში ჩააცვა და დიდი წვეულება გამართა. ეს ისტორია გვიჩვენებს უპირობო სიყვარულს, პატიებას, რომელიც ყოველთვის ელოდება ჩვენს დაბრუნებას.